დღევანდელი შეხვედრა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი მეცნიერები იმყოფებიან, ისინი ჩაატარებენ მასტერკლასებს გურჯაანში, მსხოვები ქართველი პედაგოგებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის ორდღიანი მასტერკლასები გვაქვს. ეს არის ნამდვილად დიდი შესაძლებლობა ჩვენი პედაგოგებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან საერთაშორისო დონეზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ ისინი STEM მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, პედაგოგებს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მასტერკლასებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ბათუმში და ქუთაისში და დღეს ვიწყებთ სწორედ გურჯაანიდან და მადლობა ჩვენს მასპინძელ ორგანიზაციას ტექნოპარკს, რომელიც არის ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი. ძალიან მიხარია, რომ ესეთი შესაძლებლობა მომეცა, რომ გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება, ამ შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტზე ძალიან მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ და შესაძლებლობა მომეცა ამ ყველაფრისთვის. ჩემი მოხსენება იყო ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. მოხდა ურთიერთგაცვლა ჩვენი აზრების. ყოველთვის მისასალმებელია, როცა კარგი ჩართულობა აუდიენციიდან. მედია რომ მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებ და შევძლებთ თანამშრომლობას. იყო ძალიან წარმატებული სტარტი ჩვენი პროექტის გურჯაანში, ტექნოპარკში, რომელიც არის საოცარი სივრცე ასეთი ღონისძიებებისათვის და ვფიქრობ, რომ თემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან, ამთავრებული მისი გამოყენების სხვადასხვა სცენარები, მსმენელისთვისაც საინტერესო იყო და დღეს ძალიან ახალი იდეებით დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს და ზოგადად სოციალურ გარემოს.